პარტია სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზის საერთაშორისო მდივანმა თეიმურაზ მურვანიძემ ფოთში შეხვედრები გამართა. ის ქალაქის ახლა დანიშნულ მერს დავით სარსანია შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები განიხილეს და კოლხური კულტურის მუზეუმი დაათვალიერეს. მუზეუმის ადმინისტრაციამ სტუმრებს არსებული მძიმე მდგომარეობა გააცნო. ქალაქის მერის განცხადებით კოლხური კულტურის მუზეუმი, სადაც ათასობით უნიკალური ექსპონატია დაცული, მათ შორის ნიკო ნიკოლაძის ნივთები, გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. რაც შეეხება მუზეუმს, ჩვენს მიერ მოხდა დათვალიერება ექსპონატების, ვფიქრობ, რომ ეს არის უნიკალური რამ ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. რაც შეეხება შენობას, არის უმძიმეს მდგომარეობაში და ვფიქრობ, რომ დახმარება საჭიროებს უმოკლეს ვადებში, ვინაიდან არ დაზიანდეს, არ განადგურდეს ის უნიკალური ნივთები, რომელიც ეკუთვნის ჩვენს ქალაქს. ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფოთს, მის მომავალს, მის განვითარებას და მე მიხარია, რომ დღეს ქალაქს ყავს უკვე ახალი მერი, ბატონი დავით სარსანია, რომელთან ერთად მხარდამხარ ჩვენ ვებრძოდით იმ წინა რეჟიმს. ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გამოშვების ოპერატორი 29